კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი პატიმრობაში მყოფი ნიკა მელია ციხიდან ვრცელ წერილს ავრცელებს, რომელშიც ოპოზიციის სტრატეგიის ცვლილების აუცილებლობაზეც არის საუბარი. მისივე თქმით, წლების განმავლობაში პოლიტიკოსების, NGO სექტორისა და სხვა აქტიური პირების მიერ ხალხთან მუშაობაზე ორიენტირება უცხოეთიდან გადამწყვეტი დახმარების ილუზიით იყო დაჩრდილული, რაც უნდა შეიცვალოს. ჩემთვის მიუწვდომელი და გამოუცნობია, როგორ ხერხდება ამბიციური პოლიტიკოსის, ჯანსაღად ამბიციური NGO-სა თუ სამოქალაქო საზოგადოების საჯარო პირების მიერ, რომლებიც მომავალში ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობის აღებაზე სამართლიანად ფიქრობენ, რომ წელიწადში 10 ჯერ მოხვდნენ ბრიუსელში და არც ერთხელ ზუგდიდში. ეს მიდგომაც მთლიანად შესაცვლელია. სწორია, 10 ჯერ ზუგდიდში, საკმარისია ერთხელ ბრიუსელში. გაუცხოებული პოლიტიკოსი ყველაზე დიდი საფრთხეა ქვეყნისთვის და ამას ყოველდღე ადასტურებს ქართული ოცნება. ხალხთან გაუცხოებულ პოლიტიკოსს მხოლოდ საზეპირო ფრაზები და კარიერისტობა თუ ღაშერჩება, რასაც არასდროს არავისთვის სიკეთე არ მოუტანია. ამიტომაც არ მოძდით თავში არც ერთი საკუთარი აზრი. საუბარს მიღმა კი მხოლოდ ტრენინგებზე დაზუთხული ლოზუნგები დგას და არა პირადი გრძნობებით აღსავსე სააზროვნო შედეგები. ეს არის დღევანდელი სახელისუფლებო რეალობა, რასაც მთლიანად საპირისპირო მიდგომა სჭირდება. ამ შემთხვევაში მსგავსით ვერ განიკურნება. წერილში ნიკა მელია პასუხობს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის იმ განცხადებასაც, რომლის თანახმად კოალიციას ცვლილებისთვის 2024 წელს სააკაშვილის პარტიაზე მაღალი პროცენტი ივანიშვილმა დაუწერა. მელიას თქმით, ეს ცილისწამებაა და თუ მსგავსი განცხადებები არ შეწყდება, მას ყოველდღიურად მოუწევს sapasukho პოსტების გამოქვეყნება. ნიკა მელიას ადრესატი სავარაუდოდ ანი წითლიძე იყო. წითლიძე მელიას სოციალური ქსელით უპასუხა. ნაციონალური მოძრაობის წევრმა დაწერა, რომ მელიას თანამებრძოლებისგან განსხვავებით, რომლებიც მისივე თქმით სააკაშვილის პოსტებს რევიზიას უკეთებენ და მისთვის წერის აკრძალვას ითხოვენ, თავად მელიას მხოლოდ მას შემდეგ უპასუხებს, რაც ის პოლიტიკური პატიმრობიდან გათავისუფლდება. ცილისწამებაზე ჩემმა მუდმივმა წაყრუებამ და თავმინებებულობამ მავანსა და მავანს საშუალება მისცა ჩირქიებრ ქვია. გონი დაიჯერეს, რომ საიქიოში ვარ და პასუხს ვეღარასოდეს გავცემდი, არა და რუსთავში ვარ. პოლიტიკურმა ლიდერმა კონკრეტული პარტიიდან, ნაციონალური მოძრაობიდან გაბედა და თქვა, რომ 2024 წელს პირადად ბიძინა ივანიშვილმა დაუწერა ნომერ 4-ს ნაციონალურ მოძრაობაზე მაღალი პროცენტიო. ჟურნალისტი კი სულგანაბული თვალებ მილული უსმენდა და კმაყოფილებას ვერ მალავდა, თითქოს მისივე სათქმელი გაიმეორა რესპონდენტმა. ეს პოლიტიკოსი ზუგდიდელია ჩემთვის ამ ძვირფას ქალაქში 2024 წლის კამპანიაში ერთი თვე ვიცხოვრე. უშუალოდ ქალაქ ზუგდიდში 27% დაგვიფიქსირდა, მის პარტიას კი 10%. რეჟიმი მისსავე ქალაქში მთავარ კონკურენტად კოალიციას მიიჩნევდა და არც ძალადობა და არც გაყალბების მძიმე ხარისხი დაგვაკლდა ზუგდიდში. ქალაქ ზუგდიდში ველოდებოდით 34-35%. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კი 27-28%. ამას სულ ბოლო კვლევაც მიჩვენებდა. შედეგად ავიღეთ მხოლოდ 27% ქალაქში, მუნიციპალიტეტში 20%. ეს ყველაფერი ცილის მწამებელმა იცის, მაგრამ მაინც თქვა ბიძინამ დაუწერაო. ბიძინამ ზუგდიდში 7-8% წაგვართვა კოალიციას, თითქმის იმდენივე, რამდენიც სულ აიღო მისმა პარტიამ. გაუცებული ვარ, როგორ ახერხებენ ამდენ ტყუილს, შხამსა და ცილის-წამებას. ხოდა მავანსა და მავანს ვეტყოდი, თუ სიბინძურე გაგრძელდება ყოველ ცისმარე დღეს დავიწყებ Facebook პოსტების გამოქვეყნებას ამ მიხრწნილი კამპანიის წინააღმდეგ და ეს გაკეთდება ბულდოზერული სტილით. ნიკა მელია ასევე წერს, რომ დღეს გარეთ დარჩენილი ლიდერებისთვის და ბრძოლის ხაზზე მყოფი ადამიანებისთვის ცხოვრება პოლიტპატიმრებზე უფრო რთულია. მისი თქმით, გარეთ მყოფებს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აქვთ და თანაც მუდმივად დაჭერის საფრთხის წინაშე ყოფნა გაცილებით სტრესულია, ვიდრე ერთხელ როცა დაგიჭერენ თუნდაც დიდი საპატიმრო სასჯელით.